გიორგი ტომასიანი არის ჩვენთან ერთად, მოგზავნით გიორგი აქ რომ დადგეთ და გიორგი ბუნებრივია აქტიურად საუბრობს ხოლმე სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე არის, რა თქმა უნდა, სომხეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციით. მე მაინტერესებს ბოდიში მერაბ 49%-იანი აქტივობა რას მიანიშნებს? როგორც მე მითხარი წინასწარ, ეს საკმაოდ სერიოზული რიცხვია ხო ამ ეტაპზე? კი, თუ შევადარებთ წინა არჩევნებს მაგალითად, ან ყველა არჩევნებს, ძირითადად 49% იყო მთლიანად არჩევნებში, ან ნაკლებიც კი. ახლა 5 საათის მდგომარეობით გვაქვს 49%, ხოლო საბარაუდოდ უკვე 8 საათის ამ საბოლოო შედეგები ხება გაცილებით მეტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სომხურ მოსახლეობასაც ესმის რამდენად გადამწყვეტი არჩევნები არის ეს სომხეთის ბედისთვისაც და პირდაპირ ვამბობ რეგიონის ბედისთვისაც, იმიტომ რომ ეს დიდი ხანია გახდა გეოპოლიტიკური არჩევანი მთელი კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციით და თქვენ იცით რომ საქართველოსთვის ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, მერაბ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის, სწორედ ამიტომაც ყველანი აქ ვართ და ვცდილობთ მათ შორის რომ აქაც დავაკვირდეთ მოვლენებს და სიმშვიდე არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილურად მიმდინარეობს პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. მაინტერესებს ამ არჩევნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას რომ გაუსვათ ხაზი კიდევ ერთხელ, საბოლოო ჯამში შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ თუ ფაშინიანის ხელისუფლება დარჩა, რუსეთი სომხეთს დაკარგავს. კი, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ფაშინიანის ხელისუფლების დარჩენა ნიშნავს ნამდვილ სუვერენიტეტს სომხეთის დამოუკიდებლობას, რომელიც ავტომატურად ნიშნავს, რომ ძველ ფორმატში გუბერნიის სტატუსში სომხეთი აღარ დაბრუნდება, ამით ზურგს გაუმაგრებს საქართველოს და დიდი ხნის განმავლობაში საქართველო უმაგრებდა, ესე იგი, პირველ პოზიციებს, პირველ ფლანგს პრაქტიკულად სომხეთისთვის, რუსეთის ნებისმიერი შთანთქმისგან, ახლა სომხეთმა უკვე ზურგიდან უნდა ხარი დაგვიჭიროს, გარდა ამისა, გეოპოლიტიკურ კონტექსტს ემატება ის, რომ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიაც ეძებენ გასასვლელს რეგიონიდან და მათ არ სურთ მხოლოდ რუს ოლიგარქ ივანიშვილზე დამოკიდებულება, რადგანაც გაურკვეველია მისი გეოპოლიტიკური არჩევანი საბოლოო ჯამში, ამიტომაც სომხეთით ალტერნატივის არსებობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ნამდვილად ვერ შეძლებს აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის რუსეთის გავლენიდან გასვლას და შესაბამისად რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ არჩევნების შედეგად, ფაშინიანის გამარჯვების შედეგად ტოვებს საბოლოოდ უკრაინა, მოლდოვა ცალკე ცხადია და აქეთ ფლანგში პრაქტიკულად სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენი, ყირგიზეთი ასეთ თუ ისეთი ფორმით, მაგრამ რჩება საქართველოს საკითხი და ეს არჩევნები საქართველოს ნამდვილად გრძელვადიანად შანსს აძლევს იმისა, რომ გადავარჩინოთ დემოკრატია და გადავარჩინოთ საქართველოს ევროატლანტიკური გეზი, რადგან პრემიერი ფაშინიანი, რომელიც დღეს აცხადებდა, რომ ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, როცა მას კითხვა დაუსვეს, ყოველთვის აცხადებს, რომ საქართველოსთან ერთად მიისწრაფთი სომხეთი ევროპული ინტეგრაციისკენ. გიორგი, მინდა ისეთი რამ მკითხო. დღეს რობერტ ქოჩარიანმა ხმის მიცემის შემდეგ თქვა, რომ თუ ნიკოლ ფაშინიანი არ დათმობს ძალაუფლებას, მაშინ შედეგები იქნება მძიმე. აი, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ დღეს დამთავრდა ხმების დათვლა და გამოქვეყნდა შედეგები და ნახეთ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა. მეტიც საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო. ამ შემთხვევაში ველოდებით თუ არა ოპოზიციური ფლანგის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას და თუ ველოდებით ამის რესურსი გააჩნია თუ არა დღეს თუნდაც კარაპეტიანს, თუნდაც ქოჩარიანს და სხვებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოპოზიციური ფლანგი უკვე გარკვეული პერიოდია საუბრობს და დღესაც საუბრობს სწორედ არჩევნების ჭყალებში გაყალბებაზე და რევოლუციურ სცენარზე. აქ აღსანიშნავი არის, რომ რევოლუციური სცენარის არავის არ ეშინია სომხეთში, რადგან ამის პოტენციალი არ აქვს, რომ ქონოდათ აქამდეც ვიხილავდით ქუჩაში ვერ გამოყავთ ხალხი, რადგანაც ამ ძალებს აღარ აქვს ისეთი მასშტაბური მხარდაჭერა და არც იმ დროს ჰქონდათ ძირითადად მათი მხარდაჭერა რუსეთს ეფუძნებოდა, თუმცა დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ ასევე, რომ ეს თანხმედრაშია მაგალითად რუსეთიდან გააჟღერებულ პოზიციებს დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ლეგიტიმური არჩევნები არ იქნებაო, წინასწარ თქვა ეს ყველაფერი და შესაბამისად ცდილობენ გარკვეული ნარატივის შექმნას. ამ დაკავებებზე რა სიტყვი, ხო, რამდენად დემოკრატიულია ის, რომ საარჩევნო კომისიის წევრს იჭერენ არჩევნების დღეს, ყოფილ მერს იჭერენ და ოპოზიციური პარტიის, ვერ არა რომ პრორუსული პარტიები არიან, მათ წარმომადგენლებს იჭერენ. მათ არ იჭერენ პრორუსულობის გამო, არამედ იჭერენ კონკრეტულად ქრთამის მიცემის გამო.
რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანის მთელი კამპანია აგებულია ქრთამზე უზარმაზარი რაოდენობით და სომხეთში არის ძალიან მკაცრი წესები ამასთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოშიც ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ეს არის 7 წლიანი პატიმრობა ქრთამის მიცემისთვის და ქრთამის აღებისთვის. დამალდროულად ქრთამში მარტო ფული არ ითვლება, ნებისმიერი ტიპის სარგებლის მიღება ითვლება ქრთამად. შესაბამისად, სამველ კარაპეტიანი, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია და არის უზარმაზარი, ყველაზე მდიდარი სომეხი უზარმაზარი 5 მილიარდი გააჩნია როგორც ივანიშვილს და ძალიან სერიოზული ბიზნესები აქვს სომხეთში. ამ ყველაფრის მეშვეობით ცხადია ხალხს თავაზობს, მაგალითად კონტრაქტებს, დასაქმებას, პირდაპირ ფულს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ანუ ყველა დაკავებას თან ერთვის კონკრეტული ფაილები, მტკიცებულებების, ხმოვანი იქნება, ვიდეო იქნება თუ ასე შემდეგ, ასე რომ მე ამას არ ვაფასებ არანაირ პოლიტიკურად და ევროპაც და ამერიკაც ამას პოლიტიკურ ზეწოლად ნამდვილად არ აფასებენ. მადლობა დიდი. მე აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ ასევე გადაცემა რეზიუმეში გიორგისთან შემოგთავაზებს წელ ინტერვიუს, ჯერჯერობით შედეგები არ ვიცით და შედეგებს როცა გვეცოდინება, სწორედ შედეგებს შევაჯამებთ უკვე გიორგისთან ერთად რეზიუმეში.